მოგესალმებით. მოგეხსენებათ, რომ უკანასკნელი კვირეების მანძილზე საერთაშორისო თვალსაზრისით ძალიან გააქტიურებული ანაკლიის საკითხი. მათ შორის ადგილობრივ პოლიტიკაში საკმაოდ გააქტიურდა საკითხი უკანასკნელ დღეებში, როდესაც ჩვენ ჩავედით ანაკლიაში და მოვინახულეთ რეალური ვითარება, რომელიც იქ ადგილზე დაგხვდა. რეალური ვითარება, რომელიც აღწერს ძალიან კოშმარულ და ტრაგიკულ სიტუაციას, რაც ანაკლიის პორტის გარშემო დაატრიალა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ და დღეს არ დააყოვნა პროპაგანდამ და ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის ახალგაზრდა მოადგილემ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მაყურებლისთვის მტკნარი სიცრუე მიეყიდა რეალობად. კერძოდ კი მინისტრის მოადგილე იოსელიანი გამოვიდა და თქვა, რომ თურმე აქტიურად და ინტენსიურ ფაზაში არის შესული ანაკლიის პორტის მშენებლობა და ანაკლიის პორტის ალღმჭერი არის უკვე აშენებული თუ იწყება ამის მშენებლობა და ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ინტენსიური სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს ანაკლიაში, თუ მოითხოვს იგივე შემადგენლობას, რაც სამოთახიანი ბინის გარემონტება სჭირდება, ანუ რამოდენიმე ადამიანი ფორმებში და კასკებში და ერთი სატვირთო მანქანა, მაშინ შეიძლება რეალობად აღვიქვათ ის, რასაც ქალბატონი მინისტრის მოადგილე გვაწვდის. მაგრამ სინამდვილეში ის რეალობაა, რაც ეხლა გითხარით. იმ ტერიტორიაზე 3 კარისკაცი დადის, რომელსაც მუშის ფორმა გადააცვეს და როდესაც დაინახეს, რომ ლელოს ჯგუფი ვიყავით იქ ჩასული, ერთი და იგივე მანქანა შედიოდა და გამოდიოდა პორტის სამშენებლო მოედნის ეგრეთ წოდებულ ტერიტორიაზე. თუ ეს არის ის რეალობა, რასაც ქალბატონი იოსელიანი თulis, რომ კოლოსალური და ინტენსიური სამუშაოები არის, მაშინ ამ ახალბედა გამოუცდელი მინისტრის მოადგილე შეიძლება თავის თავთან მართალი იყოს, მაგრამ მტკნარი სიცრუეა, რაიმე ინტენსიური სამუშაოები მიდის. მედიაშიც გავრცელებული იყო და როგორც პიროვნულად იქ ჩასული ადამიანი გეუბნებით, რომ ტერიტორია არის გაპარტახებული, ანაკლიის ტერიტორიაზე ყველა სასტუმრო, თითქმის ყველა სასტუმრო ფაქტიური ლპობის რეჟიმშია, ანაკლიის ინფრასტრუქტურა განადგურების პირასაა და პორტის სამშენებლო მოედანი ტრაგიკულ სურათს აღწევს, სადაც ეს ქვიშა, რომელიც ამოღებული არის ღმაწვოვანი პორტის მიწიდან და რომელშიც მილიონობით, ათეულობით მილიონი ლარი, 80,000-ზე მეტი ლარია დახარჯული, შეიძლება ისევ თავიდან შეივსოს ამ ქვიშით. არავითარი სამუშაოები არ მიდის. 2 წელია ტენდერი აქვს მოგებული ჩინურ კომპანიას, რომელიც თითზე არადებს იმისათვის, რომ ანაკლიის პორტში რაიმე ინვესტიცია ჩადოს და ამის პარალელურად ის შუადერეფნის გზა, რომელმაც უნდა გაიაროს ანაკლიის პორტზე, აქტიურდება საქართველოს სამხრეთით, ეგრეთ წოდებული ტრამპის გზაზე, აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით და საქართველოს თითოეული მოქალაქე უდიდეს შესაძლებლობას კარგავს, რომ ერთ თაობაში ამ ქვეყანამ მოახდინოს ეკონომიკური გარღვევა და რეალურად გახდეს საერთაშორისო ეკონომიკური ჯაჭვის ნაწილი. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმის მაგივრად, რომ ტყუილების ტირაჟირებით იყოს დაკავებული მინისტრის მოადგილე, ან გამოვიდეს და სიმართლე უთხრას ქართულ საზოგადოებას, რომ არავითარი ინვესტიცია იქ არ იდება, არავითარი ჩინური კომპანია იქ არ შედის, ან გაეშვა საერთოდ ამ საქმეს, რომელიც ნამდვილად არ გამოსდის. მადლობა.